დღეს ექიმები კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვიან. კივილი მუცლის არეში ძალიან ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს. რა დიაგნოზს დაუსვამენ ვახო ბიჭიგაშვილს. ერთადერთი ადამიანი ვარ, ვის 12 გოჯასაც აპლოდისმენტები დაუყრეს. გაიგეთ 5 სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აირჩიეთ ექიმებთან ერთად თქვენთვის სასურველი ძუძუს ზომა. ყველასთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა დღესდღეობით. ნახეთ, როგორ კეთდება ძუძუს გადიდების, დაპატარავების და რეკონსტრუქციის პლასტიკური ოპერაციები. 100%-ში ეს ჭრილობა ხორცდება ძალიან კარგად. ამას რა თქმა უნდა ჭირდება დრო. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. როგორც ყოველთვის საინტერესო და აქტუალური თემები შევარჩიეთ დღესაც სასაუბრად, თუმცა სანამ ამ თემებზე გადავალთ, ერთ მნიშვნელოვან ამბავზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. არსებობს სიმპტომები, რომელთა უგულებელ ყოფა არაფრით არ შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი გახლავთ გამორდმებული დისკომფორტი და ტკივილი ზუსტად აი ამ არეში, რომელსაც კუჭის არეში დისკომფორტს ეძახის ბევრი ადამიანი. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არ აქცევს. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც დიდი ხანია საკმაოდ საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ექიმს მიაკითხოს. თუმცა ამაზე ვერაფრით ვერ დაიკერა, ესე რომ ვთქვათ. არა და ჩემი აზრით ეს კაცი გასტროენტეროლოგთან ძალიან აქტიურად უნდა მეგობრობდეს. ამ ადამიანს თქვენც ძალიან კარგად იცნობთ. ეს არის კომედი შოუს მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი, რომელიც მე როგორც იქნა გამოკვლევაზე გავუშვი. ვახო, ახსოვს შენ გაწუხებს კუჭი და რა მდგომარეობა გაქვს ახლა ხო? კი, ვაი რომ მაწუხებს. ეხლა მაქვს გულძმარვა. ეს ხდება, როცა წარესაკობს ვიღებ და როდესაც ალკოჰოლურ სასმელს მიღება მიწას უფრო ნაბახუსებზე ხდება ეს ყველაფერი და კივილის მომენტი გაქვს ხოლმე? კივილის მომენტიც არის. ხო, არ ჯობია გასტროსკოპია გავიკეთოთ და გამოვიკვლიოთ და თუ შესაბამისად ვიმკურნავთ. რა თქმა უნდა, ჯობია თუ ეს ყველაფერი სახალხო არტისტის დონეზე ჩატარდება. შევთანხმდით? და სხვანაირად წავედით გასტროსკოპიაზე, ჩემო მეგობარო, წავედით. მომზადეთ. გამარჯობა ბატონი თამაზი თქვენ მზადებით. მზადებით. გამზადეთ. მადლობთ. რა შევილები გაქვთ? ცხარესაკვების დროს, მიღების დროს, ან ალკოჰოლური სასმელის მიღების დროს, მეორე დღეს ნაბახუსებზე ძალიან ძაფრი გულძმარვა. მე ვფიქრობ, რომ გავაკეთოთ გამოკვლევა, გასტროსკოპია. როგორც იცით, გასტროსკოპია ითვალისწინებს აკლაპავის კუჭის და 12 გუჯა ნაწლავის დათვალიერებას. მანიპულაცია ჩატარდება, ასე ვთქვათ, ძილის პირობებში. ძილი თუ რა თქმა უნდა სასიამოვნო სიზმრებსაც შეიცავს. ფერად სიზმრებსაც ნახავთ. პაციენტი ბიჭიკაშვილი 27 წლის 10-15 წუთში ფეხზე დადგება და ნახევარ საათში დაახლოებით გავუშვებთ სახლში. უბრალოდ დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში არ რეკომენდირებული რომ საჭესთან დაждდეს ასე. ვახო ბიჭიკაშვილის დიაგნოზი სულ ცოტა ხანში გავიგებთ, მეგობრებო, მან გაიკეთა ენდოსკოპიური გამოკვლევა. ეს არის დიაგნოსტიკის ყველაზე აპრობირებული და მომწურავი მეთოდი საყლაპავის კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის დიაგნოსტიკაში და ახლა პირადად მოგვიყვება როგორი იყო ეს ყველაფერი. გთხოვთ მიესალმეთ ვახო ბიჭიკაშვილი. გამარჯობა, მიესალმები ექიმებს. ჯერ წყალი მიირთვი, ეს შენთვის ძალიან სასარგებლოა. ვახო, მოკლედ მე ვარ ამაყი როგორც იქნა დიდი ძალისხმევით. მიგიყვანე გამოკვლევაზე და სულ ცოტა ხანში გვეცოდინება შენი დიაგნოზის შესახებ, მაგრამ შენ როგორ ხარ ახლა ის მოყევი? კარგად ვარ, მადლობა ექიმებს ამ ყველაფრისთვის, მოკლედ თქვენ რომ არა და ეს გადაცემა რომ არა, მე დიდი ხანი ვერ მივიდოდი კიდე ამ ამბავამდე. კარგია. ვახო, როგორც ჩვენ ვიცით, შენ ეს პრობლემა უკვე კარგახანია გაწუხებს. რა პრობლემაა და როგორ გამოიხატება და რა გაწუხებს? მოკლედ ეს გითხარი. მაწუხებდა ანუ კუჭთან, ეს მიმდებარე ტერიტორია, არ ვიცი ხა ექიმების სცენაზე რა ქვია ამ ყველაფერს. ტკივილი იყო ეს. გაუსაძლისი ტკივილი არ ყოფილა, მაგრამ იყო რაღაცა როგორც სიტყვენის დისკომფორტი შეგრძნება და ნუ არასასე ამ ცხარესაკვების მიღების დროს, ან ნაბახუსებზე, ან რაღაცა ესეთ შემთხვევაში, ძიმე საჭმელის მიღების დროს ხინკალს რო შევჭამდი, მაგალითად, ნუ ჰონდა მაწვებოდა რა გშველოდა? მედიკამენტებს
ვისაუბრობდით ჩვეულებრივად. პირველ რიგში შემაწუხა, მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი და დროც ბევრი მქონდა და მივედი ექიმთან. გავიკეთე ეს გასტროსკოპია და მითხრეს რომ გაქვს კუჭზე ეროზია. მე წყლული შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა და მაშინა ცოტა და სამი თვე ესე ვთქვა ძირფესვიანად ვიმკურნალე. პატიოსთან იქცეოდი. ხო, პატიოსთან ვიქცეოდი. მე ამ პატიოსთან მოქცევა უკვე გადავიდა ჩვეულებრივად ქართველობაში, ისევ ტახიკაცობაში. კიდევ შემაწუხა ამ პრობლემამ და მე უკვე იყო თქვენი შემთხვევა, როცა წავედი და გავიკეთე გასტროსკოპია. მოდი ახლა ჯობია ექიმს კითხოთ თუ რა აჩვენა გამოკვლევა, ანუ რა დადასტურდა ენდოსკოპიით. მაშ ასე ექიმებთან სტუმრა და ავერსის კლინიკის ენდოსკოპიური სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის აკადემიური დოქტორი ბატონი თამაზ სულიკაშვილი. მთელი აუდიტორია, მაყურებელი და სრულიად საქართველო ელოდება ვახო ბიჭიკაშვილის განაჩენს დიაგნოზის სახით. რა სიტყვით ბატონ თამაზ, გადარჩება? გადარჩება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმებთან მეგობრებს. ექიმებთან ნამდვილად მეგობრობს, ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოკვლევის ჩანაწერი და თუ შეიძლება ეს ყველაფერი რო აგვიხსნათ, რა ეტაპებია, გამოკვლევა როგორ მიმდინარეობს და რა პრობლემა ვნახეთ ამ კვლევის შედეგად. მიმდინარეობს ეზოფაგო გასტროდუოდენოსკოპია, მონიტორზე ხედავთ საღლაპავის ლორწოვან გარს. გამოკვლევა ტარდება დრეკადი ინსტრუმენტით. თქვენ ახლა ხედავთ, ჩვენ უახლოვდებით კარდიალურ რგოლს. ეს არის საღლაპავის და კუჭის გადასვლის ადგილი. და ძალიან კარგად ხედავთ, რომ არის ანთებადი უბნები. ვარდისფერი ლორწოვანის ფორზე ჩანს მკვეთრად ჰიპერემიული, ანუ გაწითლებული ლორწოვანი. გამოჩნდა ქვედა კუთხეში, მოლურჯო ფონზე მკვეთრად ხედავთ სხვა ფერის უბნები. ანუ ვიზუალიზაციას უფრო ვიზუალიზაცია არის ჩვეულებრივი და როდესაც გადაყვავს NBA რეჟიმზე, კიდევ უფრო კონტრასტული ხდება გამოსახულება, რაც გამორიცხავს უმნიშვნელო ცვლილებების გამორჩენას. ახლა ჩანს კუჭი, უკვე ჩანს კუჭის ნაოჭები, ეს დიდი სიმრუდე ეგრეთ წოდებული. ბატონ ვახტანგს აქვს დაბალი ნაოჭები, ლორწოვანი გარსი აბსოლუტურად საღია, ასე ვთქვათ, ვარდისფერი. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქონდა ეროზია, ეთქობა კარგად უმკურნალეს პირველ ეტაპზე. ეროზიები ამჯერად არ ეღინიშნება. ეს კუჭი შიგთავსია ბუშტუკების სახით, რასაც ხედავთ. ახლა ჩვენ სიმპათიური კუჭია. ვცდილობთ სახალხო არტისტის დონეზე 12 გოჯა ნაწლავში გადასვლა მოხდა ამ სიტუაციაში. ძალიან კარგად ჩანს ხაუები. ეს 12 გოჯა. არანაკლებ სიმპათიური 12 გოჯა. არაჩვეულებრივი, აი ნახეთ რა კარგი. ნამდვილად. როგორც თმები, ისე აქ ჩახუჭუჭებული ეს ხაუები. 12 გოჯას სჭირდება აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა. ერთადერთი ადამიანი ვარ, ვის 12 გოჯასაც აპლოდისმენტები დაუბრუნებს. ბატონ თამაზ, გამოკვლევა სრულდება და საბოლოო დიაგნოზი, განდათვალიერება მოკლედ კუჭი და 12 გოჯა ნაწლავში აქ ცვლილებებს მაინც და მაინც ვერ ხედავ. ძირითადი პრობლემა ბატონი ვახტანგის არის კარდიის უკმარისობა. ეს არის კარდიალური რგოლის, ანუ კუჭის და საღლაპავის შემაერთებელი ჟომის, ასე ვთქვათ, სისუსტე. ანუ იგი მჭიდროდ არ იხურება, ამიტომ ხდება პერიოდულად საჭმლის და შიგთავსის ამოსვლა საღლაპავში, რაც იწვევს უკვე საღლაპავის გაღიზიანებას. აი ბატონი ვახტანგი რომ იძახდა, გულძმარო აწუხებს განსაკუთრებით ნაბახუსებზე, ხინკლის მიღების შემდეგ, როდესაც კუჭი გადაიტვირთება, რადგან ჟომი მაგრად არ იკეტება, ანუ ბოლომდე მყარად ხდება ამისი ამოსვლა, განსაკუთრებით თუ მიიღებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას. და მეორადი შედეგი ამისი არის უკვე ეზოფაგიტი, ესეც დიაგნოზია, ანუ საღლაპავის ანთება, საღლაპავის ლორწოვანის დაზიანება. ბატონმა ვახტანგმა უნდა ჩაიტაროს 8 კვირიანი კურსი და კიდევ ერთხელ გვეწვიოს კონტროლზე და მე გადაწყდება მისი ბედი საბოლოოდ. აი ნახეთ რა კარგად ჩანს ეს ლაქები. დარწმუნებული ვარ, რომ იმდენი ბრძოლა აღარ დაგჭირდება შენი მკურნალობის და დიეტის და სწორი ცხოვრებისთვის, კვებითი ცხოვრება იგულისხმება ამ შემთხვევაში, რაც დაგჭირდა გამოკვლევისთვის. პირობას ვდებ თქვენს წინაშეც და ერის წინაშე, ესე თუ გაინტერესებდათ ჩემი კუჭი არ მეგონა, მზად ვარ ბოლომდე მივიყვანო ეს ყველაფერი. ცოტა ხანში ექიმებში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ძუძუს ზომა პლასტიკურ ქირურგებთან ერთად. ნომერი 6, ანუ ყველაზე დიდი. ჩადე. პირობა მიღებულია და ვახოს მკურნალობას პირადად გავაკონტროლებ და მივხედავ მაგამბებს. ეხლა რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ხშირად მე ხვდება ხოლმე პაციენტებისგან ესეთი წინაღობა და წინააღმდეგობა, რომ ოღონდ ზონდი არა და სხვა რამე. ჩემთვის ეხლა ყველაზე საინტერესოა, რომ ბატონმა თამაზმა სწორედ ესეთმა გამოცდილმა და დიდმა პროფესიონალმა აუხსნას ადამიანებს ის, რომ ამ გამოკვლევის ალტერნატივა არ არსებობს და ქირურგისთვის აქედან მიღებული ინფორმაცია ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. პირდაპირ გეტყვით, რომ ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ერთმანეთს ხედავთ, ისე უყურებთ ლორწოვან გარს, კუჭის, საღლაპავის 12 გოჯას. რაც შეეხება იმას, რომ ოღონდ ზონდი არა, ესეც მარტივი გადასაჭრელია, იმიტომ რომ არსებობს თანამედროვე პრეპარატები, რომელთა მეშვეობით შეიძლება პაციენტმა დაიძინოს 5 წუთით, 10 წუთით, ნახევარი საათით
რამდენსაც მოიტანს საჭიროება, გაიღვიძებს და სახეზე გვექნება სრული დათვალიერება იმ ზედაპირების, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. არსებობს ასეთი აზრი, რომ რაღაც კაფსულა გამოვიდა, გადავყლაპავ იმ კაფსულას, კაფსულა ენდოსკოპიას ვერ ცვლის. კაფსულას ენდოსკოპიის ერთ-ერთი დარგია, მაგრამ კაფსულა ძირითადად შექმნილია იმისთვის, რომ დათვალიერდეს წვრილი ნაწლავი და რთული მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში. ეხლა ახოს მინდა ვკითხო, აი ამ პროცედურის შედეგად, ან გამოკვლევის პროცესში, ან შემდგომ რამე დისკომფორტი თუ გქონდა, რამე ისეთი მომენტი, რაც შეიძლება რომ შენ გითხრა ზონდის გადაყლაპვას? არაფერი, როგორც მოგახსენეთ, მანამდე მაქვს გამოცდილება სხვა მეთოდით გადაყლაპვის ამ ზონდის და მართლაც საშინელება ანუ დაძინების გარეშე როცა გქონდა გადაყლაპვა. დაგეთალხავთ სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ეს პროცედურა არის ის, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი, შეუძლებლად წამოვწექი და ისევ ავდექი. და პროცედურა დასრულებული იყო. ის 15 წუთი, 20 წუთის გაბრუების მომენტი და შემდეგ საჭესთან არ დამჯდარ ვარ. და თუ ექიმა გადამაადგილა აქეთ-იქით, მაგრამ საღამოს 5 საათზე უკვე ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სერიოზულ სუფრაზე, სადაც მივხვდი ძალიან გემრიელი საჭმელი. ფინალი გენიალური. მაშინვე სანამ კურნალობას დავიწყებდი. რა თქმა უნდა. არა, დაპირება დაარღვე ერთი პირობით, რომ შემდეგ შეასრულებდა. ბატონ თამაზ, მე ვიცი რომ ეს მეთოდი არ არის მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის გამოსაყენებელი მეთოდიკა. კიდევ რა სახის манипуляციებს აკეთებთ თქვენ ზუსტად აი მე? ძალიან მოკლედ შემეძლია დიახ, თუ ჩამოგიტყალოთ. შეიძლება. საკლაპავის ბუჟირება შევიწროებების დროს. ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენა. კუჭიდან, მსხვილი ნაწლავიდან პოლიპექტომია, ანუ პოლიპების ამოკვეთა, სისხლდენების შეჩერება, სტენტირება, ანუ პროთეზის ჩაყენება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამაზ დიაგნოსტიკისთვის და ინფორმაციისთვის. ჩვენ ახლა ის გადაგვჭირია რომ ყველა მაყურებელს მოუწოდათ რომ თუ კი გაქვთ ის უსიამოვნო შეგრძნებები, რაც ჩვენ სტუმარ უახლოს აწუხებდა, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ დროული გამოკვლევა. საქართველოში გავრცელებული არის ნაწლავთა მწვავე ინფექციები. შეიძლება დაფიქსირდეს შიგელოზის სახით, შეიძლება სალმონელოზის, სავარაუდო დიარეულ წარმოშობის ინფექციური დიარეების სახით, ან საკობისმიერი მოშხამების სახით. საქართველოში რეგისტრირებულია ყოველწლიურად საშუალოდ 20,000 სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა, დაახლოებით 200-დან 250-მდე სალმონელოზი და ოდნავ მეტი შეიძლება იყოს დაფიქსირებული შიგელოზი. თითქმის შემთხვევათა 50% მოდის ზაფხულის ცხელ პერიოდში. რეგისტრირებულ შემთხვევათა დაახლოებით 60-65% ფიქსირდება 0-დან 14 წლის ასაკის ბავშვებში. ტკივილი მუცლის არეში ძალიან ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, ამიტომ ჩვენ ახლა გასწავლით თუ რომელია ის 5 მთავარი ნიშანი, როდესაც კუჭნაწლავის გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. მაშასე, პირველი ნიშანი, კუჭის მოქმედებაში მკვეთრი და ხანგრძლივი ცვლილებები თუ აქვს ადამიანს. ეს იგულისხმება კუჭის ხშირი შეკროლობა ან აშლილობა. მეორე ნიშანი, ეს არის შებერილობა და მოჭრბებული გაზები, ანუ მეტეორიზმი. მესამე, ეს არის მუცლის ტკივილი. ნებისმიერი ტკივილი ჭიპიდან გულმკერდის წვამდე კუჭნაწლავის პრობლემის მანიშნებელია და ხანდახან სხვა უარესი პრობლემის მანიშნებელიც არის და აუცილებლად ჭირდება ამას ყურადღების მიქცევა. ნიშანი ნომერი 4. როდესაც შეინიშნება შავი კუპრისფერი განავალი ან ალისფერი სისხლი დეფეკაციის შემდეგ. ეს საგანგაშო სიგნალია, ამ დროს არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად. და მეხუთე ნიშანი, რომ ექიმთან მისვლის დრო არის მადის ან წონის მკვეთრი და უეცარი დაკლება. როდესაც დიეტაზე არ წყობილხართ და არც სხვა რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭიროებიათ, მაგრამ მაინც საგრძნობლად დაიკელით წონაში. მოკლედ გავიგეთ რომ ახოს ძირითადი პრობლემა არის ის რომ არ იხურება საყლაპავის საკვების კუჭში გადასვლის შემდეგ, შიგთავსის ამოსვლის და კუჭის წვენის ამოსვლის გამო არის საყლაპავის გარკვეული ნაწილის ანთება და მინიმალური დაზიანება, თუმცა მკურნალობის პირობა მიღებულია, მე ჩემს მხრივ პირობას გაძლევთ რომ ეს პრობლემა დროულად და ხარისხიანად იქნება აღმოფხრილი, იმიტომ რომ საკმაოდ დამჯერი პაციენტია თუ კი მან მკურნალობა გადაწყვიტა და დაიწყო. დიაგნოსტიკისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონ თამაზ გადაუხადო. ვახო, შენ დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი და მადლობა თქვენ. ჩვენ მეგობარი ხარ. ჩვენ კი სხვა თემით ვაგრძელებთ გადაცემას დაგვაგებთ. და აი როგორც იქნა მივადექით გადაცემის ყველაზე მაგარ ნაწილს, ჩვენ პლასტიკურ ქირურგიაზე, კერძოდ კი ძუძუს პლასტიკაზე ვისაუბრებთ. უკაცრავად რატოა ეხა ვითომ ეს ყველაზე მაგარი ნაწილი გადაცემის თუ რა? იმიტომ დათო რომ თვით პლასტიკური ქირურგია არის მედიცინის ყველაზე მაგარი დარგი. კი ბატონო, სხვა დარგებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი შენ მაგალითად გავუკეთებ თიაქის ოპერაციას ადამიანს და ჯამთელი გახდება. და ჩემთან რომ ადამიანი და ძუძუს ოპერაციას გაიკეთებს, ადამიანი გახდება ლამაზიც, ბედნიერიც და სხვასაც
გააბედნიერებს კიდე. ის მე აღარ მესმის ცრუა სხვა დარგებით, მაგის მე აღარ გამიდი არა. კარგი, თუ რა ვქნათ ახლა. მაგრამ მე მგონი სასიცოცხლოდ დარგები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მკერდი. ზოგადი ქირურგიაც და ნებისმიერ მედიცინის დარგი გამოასწორა ზოგადი ქირურგია, გამოასწორა. მაგრამ ძუძუც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ეს უკვე სხვა თემაა. ბადა. და ამაში ახალვე დარწმუნდები, ახლა ნახავ შენ ძალიან საინტერესო სიუჟეტს. კერდი ქალის ანატომიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის უდიდეს როლს თამაშობს კაცობრიობის ისტორიაში. უძველესი დროიდან მოყოლებული ცხიმისა და რბილი ქსოვილისგან შემდგარ ამ ორ ჯირკვალს საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტზე აქვს გავლენა. გალაქტიკას, რომელსაც ჩვენ ირმის ნახტომს ვუწოდებთ, ძველმა ბერძნებმა რძიანი გზა დაარქვეს. მათ სჯეროდათ, რომ ეს გიგანტური ვარსკვლავური სისტემა შექმნილი იყო ქალღმერთ ჰერას ძუძუს რძის წვეთისგან. კერძს გავლენა აქვს ხელოვნებასა და კულტურაზეც. თუ არ გჯერათ, დავიფიცებ, რომ ასეა. დავიფიცებ რა კიდევ ერთხელ. მოდი ხო? მოდი. სხვადასხვა დროს კერდი გამხდარა ქალის ძლევამოსილების სიმბოლო, მისი სექსუალიზების წყარო, შოუ-ბიზნესში სკანდალების საბაბი და მოდის სამყაროში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზიც კი. ეს ისე ბონუსად. 1962 წლიდან მკერდის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ამ დროს გადაინერგა მსოფლიოს პირველი იმპლანტი. იმ დღიდან პლასტიკური ქირურგის ხელს სხვადასხვა ზომისა და ფორმის მილიონობით ძუძუ გაუკეთებია. მოკლედ როგორც მივხვდით, ძუძუს პლასტიკაზე ვისაუბრებთ ახლა. მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაკეთებ. ერთი ადამიანის გარეშე გთხოვთ მიესალმოთ ჩემი საყვარელი კლინიკა კარავსმედლაინის ქირურგი პროფესორი ალექსანდრე კალანტაროვი. დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ. ესა მოგიყოლეთ, თუ რამდენად აქტუალურია საქართველოში ძუძუს პლასტიკა? რამდენ ოპერაციას აკეთებთ დაახლოებით? ძუძუს პლასტიკა ძალიან საინტერესო თემაა და ჩვენ გვიხარია ყველას, რომ თანდათან უფრო აქტუალური ხდება საქართველოში. ქალებს ნელ-ნელა ეხსნება ეს კომპლექსი, რომ არავის არ უნდა უთხრა, რომ ძუძუ პატარა მაქვს. ხანდახან კაფეებში სიხთიან იხთიან, ყველგან იხთიან უკვე. აქვთ სავსებით ნორმალური და ადეკვატური სურვილი, რომ ვისაც აქვს მაგალითად პატარა მკერდი, რომ გაიდიდოს, ვისაც აქვს დაკიდებული მკერდი, გაალამაზოს, ვისაც აქვს დიდი უზარმაზარი მკერდი, დააპატარაოს და გაალამაზოს და ვისაც სამწუხაროდ აქვს ონკოლოგიური ოპერაციის მერე მოჭრილი ან ნაწილი მკერდის, ან მთლიანად ძუძუ აღდგენაზეც ფიქრობენ და ძალიან წარმატებულია, კი, რა თქმა უნდა, ეს თემა. რა თქმა უნდა, აუცილებლად შევეხებით თითოეულ ამ ოპერაციას და თითოეულ ამ შემთხვევას, რადგან ყველასთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა დღესდღეობით 21 საუკუნეში და მეთანხმებით. მანამდე კი ჩვენ ყავს ერთი სტუმარი, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც გავიგეთ, რომ ძალიან აინტერესებს ყველაფერი მკერდის პლასტიკასთან დაკავშირებით. გთხოვთ მიესალმოთ პირველი ვიცე მის საქართველოს ელენე გამყრელიძე. მოდი ელენე ჩვენთან ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ძალიან მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან ესეთი ლამაზი ხარ ძალიან კარგად გამოვიყურები როგორც ყოველთვის ჯერჯერობით მე მგონი არანაირი ოპერაცია შენ არ გჭირდება და რატომ დაინტერესდი ამ თემით ერთი ეგ მითხარი თუ შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე ხა საერთოდ არც ვფიქრობ რომ ამი მჭირდება ან მithumetes კერდის გადიდება რამის გავს ბროლს რაც ძალიან დაინტერესებული ვარ ესეთ თემებით. რომ მაინტერესებს ბავშვს რო გავაჩენ, შემდეგ როგორ ვითარდება ეს რაღაც. ანუ ყოველ შემთხვევაში შენ უბრალოდ ინფორმაცია გაინტერესებს იმისთვის რომ იყო მზად. ხო, აი თქვა თუ გადავწყვიტე ან მომავალში, მინდა რომ ინფორმირებული ვიყო ამ. აბსოლუტურად სწორად ახსენეს, შენი ოჯახი გამრავლდება, შენ ბავშვებს გააჩენ. ბუნებრიობა ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ფუჭდება ადამიანის ორგანული სტრუქტურა და გარეგნული იერი, ეს უკვე ბუნებრიობა არ არის. იმას ჭირდება მხარდაჭერა და ზუსტად მაშინ ჭირდება პლასტიკური ქირურგიის მხარდაჭერა. მივესალმები ყველანაირ პლასტიკურ ოპერაციას, რაც ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის. აბა თუ იცი, როგორ უნდა შეარჩიოს გოგონამ სასურველი ზომა იმ დროს, როდესაც ამის დრო დადგება, ხო? ან იმ დროს, როდესაც მას სულ არ გაუჩენია ჯერ მაგალითად ბავშვი და აქვს უბრალოდ პატარა ზომის ძუძუ და აქვს სურვილი გაიდიდოს ძუძუ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მინდა ტელემაყურებელს მიმართო, რომ ეს არ არის რაიმე ტაბუდადებული თემა, არ არის აუცილებელი ადამიანმა გააჩინოს ბავშვი და მხოლოდ მას შემდეგ გაიკეთოს ძუძუს პლასტიკა. თუ თქვენ ეს გაგაბედნიერებთ ნებისმიერ ასაკში, როცა კი შეიძლება და გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ძუძუ გახდეს უფრო მოცულობით, სხვანაირი ან უფრო ლამაზი, რატომაც არა. ჩვენთან როდესაც მოდიან პაციენტები, თუ იცი როგორ ხდება ზომის
შეერჩევა, ანუ ყველას აქვს თავისი სურვილი, ხო, ზოგს მრგვალი მკერდი უნდა კონდეს, ესეთი სფერული, ზოგს უნდა უფრო ანატომიური მკერდი კონდეს. ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. და საწყისი ეტაპი, როდესაც შემოდის პაციენტი პლასტიკურ ქირურგთან და იკითხება რა მინდა მივიღო, ან ეს მინდა მივიღო. არის სპეციალური ასეთი ყუთი, ჯადოსნური ყუთი, შეგვიძლია გამოაღო უჯრა, სადაც დევს ჯადოსნური სპეციალური ეგრეთ წოდებული მოსაზომი იმპლანტები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ მულაჟზე გაჩვენებთ ახლა თუ როგორ ხდება ადამიანის მოდელირებული ძუძუს შექმნა, ხო? მაგალითად, აი ჩვენ ავიღეთ ნომერი 3 საიზერი, ასე ვთქვათ, და ჩავდეთ აქ, ხო? ასევე ავიღეთ, ვთქვათ, კონტრასტირებისთვის ნომერი 6, ანუ ყველაზე დიდი. ჩადე? აჰა. ჩადე. მნიშვნელოვანი რა არის, იცი, რომ საკუთარ ძუძუს, ანუ არსებულ ქსოვილს ემატება ეს საიმიტაციო მოცულობა, რომელიც რეალურად აძლევს ადამიანს იმის შეფასების საშუალებას, თუ როგორი ძუძუ ექნება მას იმ შემთხვევაში, თუ გაიკეთებს ის ამ ოპერაციას. აი ზუსტად ეს არის ის გენიალური საშუალება, რომელსაც პლასტიკური ქირურგია და ჩვენს კლინიკაში ჩვენ ამის გარეშე არც ერთ ოპერაციას არასოდეს არ ვაკეთებთ. ადამიანმა წინასწარ იცის თუ რა უნდა გაიკეთოს, როგორ ძუძუს მიიღებს და რა შედეგი ექნება. ცოტა ხანში ექიმებში ქირურგები ძუძუს პლასტიკური ოპერაციის პრინციპებს ახსნიან. 100%-ში ეს ჭრილობა ხორცდება ძალიან კარგად. ამას რა თქმა უნდა ჭირდება დრო. ბატონ საშა, როგორ მიმდინარეობს ხოლმე ეს პროცესი? დიდი ხანი იზომებენ, სარკესთან დიდ დროს ატარებენ თქვენი პაციენტები ამ საიზერებით. ეს პროცესი პაციენტისთვის ყველაზე საინტერესოა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მოვიდეს გოგონა აბსოლუტურად ფსიქოლოგიურად მომზადებული და 2-3 წუთში აიგრე ჩადებით გადაწყვიტოს ზომა და ფორმა და შეიძლება 2-3 კვირა იაროს პერიოდულად სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს თუ გაიდი და 2-3 ზომით და ხვალ მოინდომა უფრო დიდი ზომის იმპლანტი, დროს ვერ დავიბრუნებთ უკან. ამიტომ ჩვენ ველოდებით იმდენი დრო, რამდენი საჭიროა ადამიანისთვის, რომ მიიღოს ობიექტიური გადაწყვეტილება. ყოფილა, რომ დავუშვათ მოვიდა პაციენტი, ჩაიდო ეს სილიკონები იარა და მერე გადაწყვიტა, რომ მას აღარ უნდა მკერდის გაკეთება. ძალიან იშვიათია. თუ ადამიანს უნდა ძუძუს გალამაზება, მოდის გადაწყვეტილი აზრით და ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ აი საბოლოომდე მივიყვანოთ. ბატონ საშა, ამ დაფაზე ხედავთ, რომ 6 სხვადასხვა ზომის იმპლანტი არის მიმაგრებული. ეს არის 6 ძირითადი ზომა, როგორც მე ვიცი. ეს არის პირობითი ზომები ვიზუალიზაციისთვის, რომ პაციენტი, რომელიც მოდის, სიტყვიერად გვითხრას, აი რომელი ვარიანტი უფრო მოსწონს. დანარჩენი უკვე ხდება კონკრეტულ ადამიანის სხეულზე, აი იმ საიზერების გამოყენება, რომელიც იყო ნაჩვენები ბატონ კოტეს მიერ. პატარაც შეგიძლიათ მიაზომოთ. ელენე, აბა რომელი უფრო მოგწონს ამ შემთხვევაში? მარცხენა. არა. არა, ვაი. ანუ იქით უფრო პატარაა, ხო, აშკარად. ნინო, აშკარად ჩანს, რომ აი კონკრეტულად ეს იმპლანტი რა სურვილიც არ უნდა კონდეს აი ამ სხეულის პატრონს არ იქნება ბუნებრივი. ძალიან დიდია მისთვის. ძალიან დიდია და თვითონ ეს საიზერიც ვერ მაგრდება სხეულზე. ეს გამოვრიცხოთ. ჩვენ გვაქვს ერთი მიმართულება, როდესაც ბატონი საშა სთავაზობს პაციენტს ყოველთვის ცოტათი მეტი ზომის იმპლანტის გამოყენებას. ძირითად შემთხვევაში ჩვენ პაციენტები არ გვეთანხმებიან და ამ შემთხვევაში ბატონ საშას აქვს დიდი პოლემიკა, თუმცა რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ გაკეთებული შედეგის შემდგომ პაციენტებს ყოველთვის უჩნდებათ სურვილი. აი ცოტა დიდი რო გამეკეთებინა, ხომ არ იქნებოდა კარგი. და ეს იმის მანიშნებელია, რომ შედეგით ადამიანი კმაყოფილია და რეალისტურად და კარგად აღიქვამს ამ შედეგს. ეს არის რაღაცა შინაგანის შიში. ადამიანში, ვისაც აქვს პატარა ზომის ძუძუ და უცბად ეშინია ვაიმე რომ ვერ შეეგუო, აი თქვენ რო თქვით, ან ვაიმე მე რო გამოვჩნე საზოგადოებაში და მეზობელს ეგრევე თვალში ეცემა ეს ჩემი ძუძუ და რაღაცა სიტყვის, აი ეს რაღაცა კომპლექსი, რომელიც არსებობს ქალებში, აი ზუსტად ამ კომპლექსს ჩვენ ვებრძვით და ვეუბნებით, რომ არიჩქაროთ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ მაგ ზომას ეგრევე ვერ შევცვლით, თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ გადაწყვეტილება. ბატონ საშა, და თუ შეიძლება რომ ესეთი იმპლანტები სახში გავატანოთ პაციენტს და 1-2 დღე ატაროს ეს როგორ მოიგებს? შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას ვაკეთებთ იშვიათად, როცა გძნობთ, რომ ადამიანს სჭირდება დრო.
მათთვის ვისაც ჯერჯერობით არ შეუძლია ან აქვს რაღაცა თავდაუჯერებლობა რომ მოვიდეს ჩვენთან კლინიკაში და მოგმართოს, გასავლით ერთ ძალიან საინტერესო ხლიქს თუ როგორ უნდა მოიქცეთ სახლში, რომ შეაფასოთ, რამდენად გიხდება თქვენ დიდი ძუძუ, ან რამდენად გჭირდება თქვენ ძუძუს გადიდება. ამისთვის დაგჭირდება ძალიან მარტივი სამი საშუალება. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ქალის ელასტიური წინდა, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, ბრინჯი და ჭიქა, რომელიც ამ შემთხვევაში არის 250 მილილიტრის მოცულობის. ეს ნიშნავს, რომ 250 მილილიტრი მოდი გავავსოთ მილიგრამი ამ შემთხვევაში. ჩავყაროთ ჩვენ ეს ჩვენ წინდაში. ეს ერთი ზომა, ხო, კატა? ჩვენ რომ მოვიდეთ ახლა სტენდთან, სადაც თქვენ დგეხართ და ავიღოთ ყველაზე პირობითად მცირე ზომის იმპლანტი, ხო? და შევადაროთ ეს ერთმანეთს. ამის მოცულობა არის დაახლოებით 215 მილილიტრი, ეს არის ცოტათი მეტი, მაგრამ პრინციპში ადამიანს შეუძლია ეს გამოიყენოს სახლის პირობებში, ჩაიდოს ზუსტად ისევე როგორც დევს აი ეს პროფესიონალური საიზერი, მოითავსოს თავის ძუძუს ანატომიურად ლიფის ქვეშ და სადოს 1-2 3 დღე რამდენად საზოგადოებაში მისი ახალი ძუძუს ფორმები არის საინტერესო. არა, ეს არ გასკდება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კარგად არის დაცული და შეიძლება ამ ყველაფრის ძალიან იოლად და მარტივად გამოყენება სახლის პირობებში. შესაბამისად, შეგიძლიათ გაზარდოთ ბრინჯის რაოდენობა იმისათვის, რომ ზომაში შეცვალოთ ძუძუს მოცულობა და უკვე ბატონ ალექსანდრესთან მოხვიდეთ მომზადებული და ეუბნებით, რომ მე კონკრეტულად ვიცი, რომ მინდა 450 მილilitrიანი იმპლანტი. ამაზე ბუნებრივია ჩვენი გაკვირვება იქნება, მაგრამ ჩვენ ზუსტად მივხვდებით, რომ თქვენ ჩვენ გადაცემას უყურეთ, ჩაიყარეთ ბრინჯი და გადაწყვეტილება ზუსტად მიიღეთ. შესანიშნავად მართლა. კაცებს დიდი მკერდი უფრო მოსწონთ, ბატონ საშა თუ კაცებს მოსწონს ლამაზი მკერდი, ეს ფაქტია. არა, ძალიან დიდი მკერდი თვითონ თხოვლობს რაღაც კორექციებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ლაპარაკი რომ კაცებს მაინც და მაინც ძალიან დიდი მკერდი მოსწონს, ეს ალბათ პერსონალურია. მეც ესე ვფიქრობ. აბსოლუტურად მართალია. სხვათა შორის ჩვენი ჟურნალისტი ნინი ჭიკვილაძე უფრო ადრე დაინტერესდა ამ საკითხით და საინტერესო გამოკითხვაც მოგვიმზადო. შეგვიძლია ვნახოთ ეს ყველაფერი. აი ხელში მიჭირავს ორი ფოტოსურათი. აი ამ პირველ ფოტოსურათზე გოგონას აქვს საშუალო ზომის მკერდი. მეორე ფოტოსურათზე კი საკმაოდ დიდი მკერდი და მოდით გავიგოთ ქართველი ბიჭების უმრავლესობას რომელი უფრო მეტად მოსწონთ? რომელი უფრო მეტად მოგწონთ? ეს. ანუ საშუალო ზომის მკერდი. დიდი ზომის მკერდი რა გაუწონეთ? საშუალო ზომის მკერდი თუ დიდი ზომის მკერდი? აი ამ წას ეს არ უხდება და ეს ჯობია. ანუ საშუალო ზომის მკერდი მოგწონთ? ამ გოგოს ეგრე ჯობია. ისე რა. აი მითხარით რომელი უფრო მეტად მოგწონთ? საშუალო ზომის მკერდი თუ დიდი ზომის მკერდი? საშუალო. ეს თუ საშუალო ზომის. აი მარჯვენა. ეს საშუალო ზომის მკერდი. ორი ფოტოსურათი მიჭირავს. ერთი და იგივე გოგოს. უბრალოდ განსხვავება არის მკერდის ზომაში. რომელი უფრო მეტად მოგწონს? რავი, ალბათ ეს. დიდი მკერდი. მითხარი რომელი გირჩევნია? მარცხენა. ანუ დიდი მკერდიანი. მარცხენა. ანუ დიდი მკერდიანი. მარცხენა. დიდი ზომის მკერდი. აი ნახეთ ორი ფოტოსურათი მიჭირავს ერთნაირი და მაინტერესებს რომელი უფრო მოგწონთ საშუალო ზომის მკერდი თუ დიდი ზომის? ეს რა თქმა უნდა, რახე ასამარები. მოგიხდება შნაიდერი. ეს არის ჩაყავი და იბატონი და ეს არის საწავი და აი როგორც ნახეთ ჩვენი გამოკითხვა დასრულდა, გამოვიკითხეთ 30 მამაკაცი, ხმები გაიყო 2-ად. ანუ ნაწილს მოსწონს საშუალო ზომის მკერდი, ნაწილს კი დიდი ზომის მკერდი. ბატონო საშა, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ, მკერდის კორექციის 4 ძირითადი ნაირსახეობა არსებობს. ეს არის გადიდება, დაპატარავება, რეკონსტრუქცია სხვადასხვა ოპერაციების შემდეგ და აწევა. ხო მართალია? ყველაზე გავრცელებული რომელია ამ 4-დან? ყველაზე გავრცელებული მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არის ბანალური მკერდის ზომებში გადიდება. ეს კეთდება იმ შემთხვევაში, როცა ქალბატონს აქვს ჩვეულებრივი ფორმის მკერდი, არადაწეული, ოღონდ პატარა ზომის. დავიწყოთ მაშინ ამ გადიდებით. ყველაზე ხშირად რა ასაკის ქალბატონები მოგმართავენ? მოდიან ჩვენთან გასათხოვარი გოგოები, რა თქმა უნდა, იმ მიზეზით, რომ გათხოვდეს, რომ იყოს ბედნიერი. უფრო მოსაწონი მოდიან გათხოვილი ქალბატონები, ვისაც მაგალითად აქვთ კომპლექსი, რომ კი ყველაფერი წესრიგში მაქვს, მაგრამ მკერდი მაქვს ცოტა პატარა. ან ჩემ ქმარმა მეზობელ შეხედა უფრო დიდი მკერდი აქვს. არ არის გამორიცხული, კი, ეს ყველაფერი არ არის გამორიცხული და მოდიან უკვე, ვისაც თქვათ გათხოვებამდე მქონდათ შევსებული ძუძუ,
და ლაქტაციის დროს და გათხოვების შემდეგ და ბავშვის გაჩენის შემდეგ ძუძუ ცოტა დაპატარავდა. ეს ბუნებრივი პროცესია და უნდათ რომ აღიდგინონ ის მდგომარეობა, რომელიც ჰქონდათ. ბატონ საშა, ეხლა თუ შეიძლება ცოტა მოგვიყევით ტექნიკაზე ოპერაციის. აი, როდესაც უკვე ვიცით ქალბატონს რა ზომის მკერდი უნდა და როგორი ფორმის მკერდი უნდა და ემზადება ოპერაციისთვის. ეხლა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მაყურებლისთვის რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ეს ამბავი. სად კეთდება განაკვეთი? რა ზომის განაკვეთი, როგორ ლაპარაკი ალბათ არის ნინო ბანალური გადიდებაზე. განაკვეთი შეიძლება გაკეთდეს რამოდენიმე ლოკალიზაციით. პირველი მაგალითად ლოკალიზაცია ეს არის დურილის გარშემო. ტარდება პატარა სადღაც 4 სანტიმეტრიანი განაკვეთი უფრო ქვედა ნაწილში. მეორე ვარიანტი ეს არის კანის ნაკეთში, აქაც მაქსიმალური სიგრძე არის 5 სანტიმეტრი ჭრილობის. მცირე ზომის განაკვეთი. არსებობს კიდე ამათი ალტერნატივა, ეს არის იღლიის ფოსოში, იგივე ზომის 4-5 სანტიმეტრიანი ნაკეთი და ძალიან იშვიათად არის ჭიპის ნაკეთში. კი, ანუ ეს არის 4 ძირითადი. და ჭიპიდან აი ესე უნდა შევიტანოთ იმპლანტი ძუძუში? არის მაგის საშუალება, კი. ოღონდ ჭიპიდან შედის არა ესეთი იმპლანტი, ანუ არა გელით შევსებული, ფიზიოლოგიური ხსნარით შევსებული იმპლანტები შედის ჭიპიდან თუ განსაკუთრებული სურვილი აქვს პაციენტს. და რა შემთხვევაში ეს რამე განსაკუთრებული კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად თუ ამას იყენებენ ქალბატონები, ვისაც აქვს კომპლექსი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს ჭრილობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული განაკვეთი? ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის ძუძუს ქვეშა ნაოჭიდან და არეოლის გარშემო. ნებისმიერი იმპლანტი 5 სანტიმეტრიან განაკვეთში ეტევა. შესანიშნავია. აი ამის ვიზუალიზაცია შეგვიძლია ეხლავე გაჩვენოთ. ერთ-ერთი ჩვენი პაციენტის ფოტოები მინდა გაჩვენოთ. ესე გამოიყურებოდა ოპერაციამდე მარცხენა ფოტოზე ადამიანი და მარჯვნივ, როდესაც უკვე გაკეთებული აქვს გადიდება. ამ შემთხვევაში სად იყო განაკვეთი გაკეთებული ბატონიშვილს? ძუძუს ქვევით. ანუ ყველაზე უსაფრთხოარი, როცა ხდება მკერდის ქვევიდან. ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგი მიდგომა თუ ამას თავისი ჩვენებები აქვს, ბუნებრივი ეს არის ისაც ბატონმა ალექსანდრემ თქვა, ძუძუს ქვედა ნაკეთსიდან. ის ნაწიბული პრაქტიკულად დამალულია. ელენი, ალბათ გაინტერესებს როგორია საერთოდ ძუძუს ანატომია, ხო? ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ, ხო? ერთი წამი წარმოვყევით. აქ ჩვენ გვაქვს შვენიერი ძუძუს პოსტერი, ასე ვთქვათ. ძუძუ შედგება ჯირკვლოვან ცხიმოვანი ქსოვილისაგან, ანუ სადაც არის ჩაძდევი ჯირკვლის ჩანართები თავისი სადინრებით, რომელიც იხსნება მერე უკვე ძუძუს თავში, რომელიც მერე შემდგომში ყველა მიცით თურისთვის გამოიყენება. ეს სტრუქტურა მთლიანობაში შევსებულია ძირითადად ცხიმოვანი ქსოვილით, ნაწილობრივ ჯირკვლოვანი ქსოვილით და წარმოადგენს მთლიანობაში ძუძუს. აი ზუსტად მაშინ, როდესაც აქვს ადამიანს პატარა მოცულობის ძუძუ, არის ჯირკვლოვან ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირე და მოცულობის სიმცირე, რაც იწვევს ზუსტად იმ პრობლემას, რის გამოც ადამიანები მე პლასტიკურ ქირურგთან მიდიან. და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის გასათვალისწინებელი, რომ ხშირად, როდესაც ადამიანები ბავშვს გააჩენენ და შემდგომ ზოგიერთ შემთხვევაში ძუძუს ქსოვილი განიცდის უკუგანვითარებას. და იფუშება, იჩუტება, იშვებს. ახლა რაც შეეხება ძუძუს დაპატარავებას და გთხოვთ ბატონ ალექსანდრეს ვთხოვოთ რომ გვაჩვენოს თუ როგორ შეიძლება ძუძუს დაპატარება, ან ძირითადი პრინციპი თუ როგორ ხდება, სად ტარდება განაკვეთი და რა შედეგებს იძლევა ეს ოპერაცია. აქ გვაქვს შესანიშნავი მულაჟი, თქვენი სკალპელი და ჯერ გითხარით რა შემთხვევაში ტარდება ეს მკერდის დაპატარავების ოპერაცია. მე მაგალითად გამიგია, იყო ერთი ქალბატონი, რომელიც უჩიოდა რომ ზურგი მტკივაო ამ მკერდის სიდიდისგან. დღეს საერთაშორისო პრაქტიკაში გადიდებული მკერდი არ ითვლება უკვე მარტო ესთეტიური ოპერაციით, იმიტომ რომ ქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს, იწვევს კისრის და გულმკერდის მალების ოსტეოხონდროს და ასე შემდეგ. ანუ არის პირდაპირ სამედიცინო ჩვენება იმისთვის, რომ დაკიდებული, დამძიმებული მკერდი უნდა დაპატარავდეს, უნდა აიწიოს. ეხლა ამ მულიაჟზე მე მარტივად აუხსნი საზოგადოებას როგორ კეთდება ეს, იმიტომ რომ პაციენტებს ძალიან აინტერესებთ, აი როგორ უნდა დააპატარავოთ ეს ჩემი დიდი მკერდი, სად უნდა გაჭრათ, რა უნდა მოიჭრას და ასე შემდეგ. ანუ პირველი მიზანი ოპერაციის არის დაშვებული და დაკიდებული არეოლის აწევა ვერტიკალურად ზევით და დაფიქსირება იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს ნორმალურ შემთხვევებში ეს არეოლა. მეორე მიზანი არის დაკიდებული მოცულობის დაპატარავება და რა თქმა უნდა შემცირება. ოპერაცია მოითხოვს წინა საოპერაციო მარკირებას და მერე უკვე
ტარდება ეს ჭრილობები საოპერაციო მაგიდაზე. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავასრულეთ მარკირება, ზუსტად აი ამ მარკირების მიხედვით იჭრება ძუძუს ქსოვილი. კი, სისხლის დენა ჩვენ აქ არ გვექნება, არ შეგაშენდეთ. ანუ უშუალოდ ჯირკვლოვანი ქსოვილის შემცირებაც ხდება, ხო, მასზე? რა თქმა უნდა, აი ახლა შეგვიძლია აი ესე ამოვჭრათ ახლა ეს არეოლაც და ავიტანოთ თავის ადგილას. არეოლა ავიტანოთ აი ამ ადგილას, დავაფიქსიროთ. და აი ეს ქსოვილი, რომელიც მოყვა აი ამ ორი ჭრილობის შუაში, თლიანად ამოიჭრება და წარმოიდგინეთ, რომ ეს ამოიჭრება და აი ეს გვერდი და ეს გვერდი მიეკერება ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, აი ამის ხარჯზე მოცულობა ძუძუს შემცირდება და არეოლა იქნება უკვე იმ სფერის ცენტრში, რა სფეროსაც წარმოადგენს მერე დაპატარა. რაც თავარია ნინო, ადამიანებს გონიათ, რომ ასეთი ოპერაციის მერე რატომღაც დარჩება დიდი ნაწიბური, შრამი და შესაბამისად რეზულტატი არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. ნაწიბური ამაზე საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. საბედნიეროდ პრაქტიკულად 100%-ში ეს ჭრილობა ხორცდება ძალიან კარგად. ამას რა თქმა უნდა ჭირდება დრო, ჭირდება სათანადო მკურნალობა, მოვლა. ძალიან საინტერესო იყო მინდა ჩავერთო მე და საერთოდ ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს ძუძუს პლასტიკებთან დაკავშირებით და მინდა შენ კითხო ელენე, როგორ გონია ძუძუთ იკვება შეიძლება თუ არა მას შემდეგ, როდესაც კეთდება ძუძუს გადიდება? გონია რატომღაც არა, რადგან ამხელა რაღაც რო გაქვს კერტში, მგონია რომ რაღაცა კარგით, მოდით ახლა ჩვენ მოვტრიალდებით ჩვენი დარბაზისკენ და გთხოვთ მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები და გვითხრათ, მითია თუ რეალობა, რომ კერდის, ანუ ძუძუს პლასტიკის შემდგომ ჩვილის ძუძუთ იკვება აღარ შეიძლება? Ну, როგორც დარბაზი გვიჩვენებს, დაახლოებით 40% არის უფრო რეალობა და უმეტესობა გვეუბნება, რომ ეს არის მითი. და რეალობაში ეს არის მითი. და თუ რატომ არის მითი, ამ შემთხვევაში დარბაზმა გაიმარჯვა, მე მინდა ვთხოვო ბატონ ალექსანდრეს ამის შესახებ ორი სიტყვით გაგვიკეთოს კომენტარი. ყველა ძუძუს ოპერაცია ითვალისწინებს ტექნოლოგიურად ისეთ манипуляციას და ისეთ მიდგომებს, რომ თვითონ ეს სადინარები არ დაზიანდეს, ან თუ ზიანდება, რომ დაზიანდეს მინიმუმ 10, მაქსიმუმ 25% სადინრები. 75% ნებისმიერ შემთხვევაში სადინრების არის ცოცხალი და თუ გამოიყენება მაგ დროს ძუძუს ქვეშა ნაოჭიდან მიდგომა 100%-დან 100 უნარჩუნდება საერთოდ ყველა სადინარი. პროტეზი დგას კუნთის ქვეშ. არანაირი შეხება, კი, არც ანატომიური, არც არანაირი კონტაქტი ძუძუს ქსოვილთან არ აქვს იმპლანტს. ერთადერთი ოპერაცია, რის შემდეგ რასაკვირველია არ ხდება ლაქტაცია, ეს არის ძუძუს რეკონსტრუქცია. ანუ ამ შემთხვევაში ძუძუს ქსოვილი საერთოდ არ არსებობს. მე მინდა ეს საკითხაზე ისევ და ისევ ბატონმა ალექსანდრემ უპასუხოს, თუ რა არის ძუძუს რეკონსტრუქცია, როდის კეთდება ეს და რამდენად ხშირი არის ძუძუ მოკვეთილი ქალები დღეს საქართველოში. ძუძუს სიმსივნის შემდგომი მდგომარეობა, როდესაც მასტექტომიის ჩატარება ხდება, ძუძუს სიმსივნის შემდეგ. ხშირად მოდიან ეს პაციენტები ბატონო საშა თქვენთან? ძუძუს სიმსივნე არსებობს როგორც ავთვისებიანი და არსებობს ისევე კეთილთვისებიანი სიმსივნე. ძალიან ხშირად მოდიან ჩვენთან გოგონები, ვისაც აქვს აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული მასტოპათია და აქვთ ონკოლოგების, მამოლოგების ან დიაგნოსტიკების რჩევა, რომ მოიშოროთ აი ეს მრავალი კვანძი. როცა ლაპარაკი არის აი ამ მოშორებაზე, ეგრევე დგას საკითხი აღდგენაზე, იმიტომ რომ თუ თქვათ მოიშორა 1/4 ძუძუს მოცულობის უკვე ეს დეფექტი თვალით ჩანს და ამ უკვე საქმეში ვერთვებით ჩვენ პლასტიკური ქირურგები. ტექნიკურად ძუძუს მოჭრა გაცილებით უფრო მარტივი თემაა, ვიდრე ძუძუს აღდგენა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთ ოპერაციაში, ანუ თუ ონკოლოგმა გადაწყვიტა, რომ ეს არ ქმნის დამატებით რისკებს პაციენტისთვის, დიახ, მაშინ ჯობია, რა თქმა უნდა, აღდგენითი ოპერაციის ძირითადი ეტაპი გაკეთდეს ძუძუს მოკვეთასთან ერთდროულად. ეს გაცილებით ამცირებს პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას და ფსიქოლოგიურად და სოციალურად, რა თქმა უნდა, ძალიან ამშვიდებს პაციენტს ოპერაციის შემდგომ. იმიტომ ოპერაციის შემდეგ იღვიძებს ძუძუს გარეშე არა, იღვიძებს
პრაქტიკულად შესრულებული ძუძი. პრინციპში ჩვენ ყველა ძირითად შეკითხვას გავეცით პასუხი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ საშას, ჩემს კოლეგას და მასწავლებელს და მეგობარს. ძალიან დიდი მადლობა ელენეს, ასე დაგვიმშვენე დღევანდელი გადაცემა. იმედი მაქვს, რომ შენ საერთოდ არ დაგჭირდება პლასტიკური ქირურგების დახმარება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურები, თუმცა თუ დაგჭირდება, უკვე იცი თუ სად მიხვიდე, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა დროებით გემშვიდობებით. ახალი თემით შევხვდებით სულ მალე.